ეზერაშვილზე ძალიან ბევრს ლაპარაკობთ, რასაც ის აკეთებს პოლიტიკაში და ენემეში. თქვენი აზრით ეს მხოლოდ მისი ზრახვებია თუ ყავს მოკავშირეები? რა თქმა უნდა, ყავს. ვინ? და არაერთი. ამ კვიპროსის კლუბში შედის ძალიან ბევრი ადამიანი. ზოგი ისე კი რომ წარმოვიდგინოთ, გაწევრიანებულები და რაიმე დამადასტურებელი აირი ბარათი აქვთ. მაგრამ ცხოვრებას და მომავალს უყურებენ ამდაგვარად, რომ იქ უნდა იყო ერთი ფრაკი უნდა კონდეს სახში, გესმით? არ არის ცუდი ერთი ფრაკი. ხო, უნდა კონდეს რა, არა, იქ უნდა კონდეს. იქ მოერებიან, თავს გაუტეხავენ, საარჩევნოებაზე ხმას დაიცამენ, თუ გავამართლათ, ხო გავამართლათ, თუ არა, ჩვენ ახლა დიდდებით, ფული ანგარიშებზე გვემატება, იქ ცოტა კონცენტრები იქნება, ცოტა სხვა შემოსავლი წყაროები იქნება და ნუ მე რა მოხდა. იცით რა, კონცენტრები ვახსენე. როდესაც BBC-ს დოკუმენტური ფილმი საგამოძიებო, შენ ეჭვმიტანილად გცნობს და შენ მართლაც გინდა რომ პატივიცე და დაეხმარო ამშტობაში ნაცნობ მოძრაობას. და ნაცვლად იმისა რომ გაემიჯნო და თქვა რომ ხელებს წევ და სანამ სიმართლე გაერკვევა მე განზე გავდგები, იმიტომ ჩრდილი თქვენ არ მოგაყენოთ. ნებისმიერ პასუხისმგებელი ადამიანი ასე მოიქცეოდა. პირიქით უფრო მიიწება. აი ხომ არსებობს ალბათობა, რომ ევროჯასტა საერთაშორისო საგამოძიებო ორგანო დაადგინოს, რომ ნამდვილად ქართული ოცნების წარმომადგენლებთან ერთად კეზერაშვილიც კონცენტრებით იპარავდა ფულს. ხო შეიძლება დადასტურდეს, შეიძლება არ დადასტურდეს, მაგრამ ალბათობა ხო არსებობს კის. ამ დროს რა ემართება? იმიტომ ნერვიულობს, ეხლა ქართული ოცნება უყურებს ეხლა ამ ნაციონალურ მოძრაობას, აი ამ პარტიას ეხლა ვეღარ ფუთავ, მე მთავარ ბუად და იქ ისეთი პარტიული სუბიექტი არ გაჩნდეს, ვინც მომაკვდინებელ პოლიტიკურ დარტყმას მომაყენებს ან სხვასთან ერთად კიდევ სხვა ფლანგიდან და ესა ხო პრობლემა არის. წარმოიდგინეთ, რამდენად მოწყვალ მდგომარეობაში, ხუნრობის გარეშე. ეს არის მოცემულობა და ამაზე ბევრი პოლიტიკოსი ოპოზიციაში სიმართლეზე პრეტენზიით მქონე არ საუბრობს. აი გეკითხებით, გინდ ვარ ეჭვმიტანილი უმძიმეს ტრანსნაციონალურ დანაშაულში. როდესაც ჩემს გარშემო ორი უკვე მეგობარი დაიჭირეს. BBC გამომაჭენა, თავში მომაქცია, გვერდით მომისვა 4, ამ 4-დან 2 დაიჭირეს უკვე. და გარდა აი პრაქტიკულად საკუთარი სუდარა უნდა გადააფაროს პარტიას. ხო, მაგრამ პარტია არ ეწინააღმდეგება ამაში, არ ეუბნება რომ არ გადმომაფაროს სუდარა. მისი ვინ შეეწინააღმდეგება, მისი არ არსებობს ადამიანი. თუ კი რამე არ აშინებს დღეს ქართულ ოცნებას, ეს არის პოლიტიკურ სუდარა გადაფარებული, ასე ვთქვათ, რაღაცა პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ხელში ჩაიგდო კეზერაშვილმა, ხო? ნამდვილად არ აშენს, მეტი აბედნიერებს და უნდა მას, რომ მთელი ოპოზიციური მოძრაობა აღქმის დონეზე ხალხს კონდეს დაასოცირებული მხოლოდ აი ამ ნაციონალურ მოძრაობასთან. ამიტომაც გავხდებით და ხვდებით საშიში, ჩვენ მოსადავებელი გარდა იმ გულწრფელი ხედვისა და ჩვენი დამოკიდებულებისა, რაზეც ვსაუბრობთ და ვისაუბრებთ ყველგან ქალაქებში, რაიონებში, ახალგაზრდებთან, გამოსულ ადამიანებთან, ხო? არ გვაქვს. და რა უნდა გვიქნა რა? კონცენტრები უნდა დაგვაშანტაჟონ, ბიზნესები უნდა დაგვაშანტაჟონ, უნდა დაგვაშანტაჟონ. თქვენ ახლა რასაც ლაპარაკობთ, ძალიან თავდაჯერებულად ლაპარაკობთ და თითქმის ეჭვი არ გეპარებათ წარმატებაში. არის რაღაცა რისკები, რომელსაც ხედავთ? აი რამ შეიძლება ამ თავდაჯერებულ წარმატებაში შეგიშალოთ ხელი? უბრალოდ საკუთარ თავზე უარის თქვა და საკუთარი პრინციპებზე ხელის აღება. ეს ერთი. მეორე რატო დიახაც ყველაზე აი უთქვამს ერთ ძალიან ჭკვიან ცნობილ ადამიანს, რომ ყველაზე საშიში ადამიანი პოლიტიკაში ის ადამიანია, ვისაც ისჯერა, რასაც საუბრობს. მართლა მსჯერა. არ ვიცი თუ გძნობთ იმას, მე რასაც ახლა ვსაუბრობ და მეთანხმებით მხოლოდ გამიხარდება. მართლა მსჯერა. მე მქონდა არჩევანი, რომ საერთოდ პოლიტიკიდან წავსულიყავი და უბრალოდ აი მისულიყავი მამაჩემთან და დავხმარებოდი მას უბრალოდ სამომწყობოში. და სხვა საქმე მენახა და ოჯახიც უფრო შეესაძლებელია ყურადღების ქვეშ მეყოლებოდა და ბევრი მეგობარი დაშენა. მე ჩემი წილი მყარი ცხოვრებაში. და რახან პოლიტიკაში შემოვედი და ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი
წესრიგი დასამყარებელი და პირველ რიგში ხალხის ხმა არის გასაჟღერებელი იქ სადაც არის და გონია რომ პირველი საცობი პოლიტიკური ჩვენ გავხსენით, აი ჩათვალეთ, აი ხო არის საცობი ზოგჯერ, რომელიც ნელ-ნელა მოძრაობს. მაგრამ ნევროზის შეჩარებას და აგვიანეთ, მაგრამ მოძრაობს. და არის ხოლმე ჩაჭედილი საცობი. არ მოძრაობს, გადადით, გახვიდით, შეიძლება მაღაზიაში შეხვიდეთ, ჩაჟდეთ მანქანაში და ისე ვიგდას, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრება იყო ჩაჭედილი უკვე. ჩაჭედილი და ამიხარულდა ბიძინევანიშვილი. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საცობი უკვე გავხსენით. დანარჩენი არის ხოლმე თანმიმდევრულობაზე დამოკიდებული. და ეს თანმიმდევრულობა გვექნება, იმიტომ ჩვენ ერთმანეთს არ მივცემთ შესაძლებლობას ერთ მოვატყუოთ. აქ ეხა ხალხი შევიკრიბეთ, ვინც შეთქმულებაში არ შევსულვათ. აი უბრალოდ დავინახეთ პროცესი ისედაც როგორიც იყო და დავჯგუფდით ძალიან ბუნებრივად. ანუ ეს ხალხი თქვენი ხარდაჭერის გარეშე თქვენი მოწოდების გარეშე წამოვიდა, ბუნებრივად წამოვიდა. თუ ელოდებოდა თქვენ გადაწყვეტილებას? ჩვენ არა, რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი ელოდებოდა, იცოდა, მაგრამ მე არ დაგიმალავთ. არც თუ ისე ცოტა უკვე ბოლო თვეებში უთმობ ჩემთვის და სხვათა შორის ძალიან გამოსტიელ თანამებრძოლესო. არგუმენტიც არ უნდა გქონდეს შენ ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენისა, ჩვენ ვიმეგობროთ, ჩვენ გქონდეს ურთიერთობა, მაგრამ მე იქ ჩემთავს ვეღარ ხედავ. ანუ ეს უთქვამთ 15-16 წელიწადი, ვინც არის იყო ამ პარტიაში, რომ შეურაცხყოფა, მორალური უპირატესობა, იცით რა, სოფელში და რაიონში გეკარგება, როდესაც შენ ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკობ და ქართული ოცნების აქტივისტი მოგიტყიალდება და ვანო მერაბიშვილზე და კეზერაშვილზე დაგიწყეს ლაპარაკს. განიარაღებული ხარ, დამთავრებულია უკვე. და ეხლა კომპლექსურ პრობლემას აქვს მარტივი გამოსავალი ზოგჯერ, მართლაც. ეს მარტივი გამოსავალი არის სიმართლის თქმაში, რომელიც აღმოჩნდა უდიდესი სიმძიმე, რომელიც ვერ აწიეს ადამიანება და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ შეგვიძლია ავაზვირთოთ ნამდვილი ქართული პოლიტიკური ტალღა, რომელსაც ექნება შედეგის მოტანის დიდი შანსი. მე მჯერა ამისი და გავა ერთი წელიწადი ალბათ ნახოთ აბა პატივი და დამიძახეთ, სადაც იქნებით, სხვა ოფისში იქნებით და სიამოვნებით შევაჯამოთ შედეგები. კეთილი. ანუ ჯერ იმის თქმაც არ შეგიძლიათ, როდის იქნება პრეზენტაცია, ხო, იანვარში? წილობა იქნება ძალიან მალე, ეს არ გადაცდება, რა თქმა უნდა, ზამთარს. შეიძლება თებერვალშიც იყოს? ზამთარს არ გადაცდება, არა, უშუალოდ. კეთილი. მადლობა.